არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება ოპოზიციის ერთი ნაწილი საარჩევნო კამპანიას აგრძელებს, მეორე ნაწილი მასშტაბური აქციისთვის ემზადება. პოლიტიკური ოპონენტები საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულები არიან. ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებს, რომ გამარჯვებას ქუჩის პროტესტით მოიპოვებენ. ისინი ისევ აქტიურად საუბრობენ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის შესახებ, რომლის გეგმაც მათივე თქმით 4 ოქტომბრისთვის არსებობს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ხალხის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ არჩევნების გზით დაადასტურებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის რუსული რეჟიმის მოსვლის პირველივე დღიდან ამბობდა, რომ ესენი არიან რუსები და ესენი არანაირი არჩევნებით არ წავლენ, იმიტომ რომ რუსული რეჟიმი ესე არჩევნებით არ მიდის და ერთადერთი გზა ბრძოლით ჩვენ ყოველთვის გვესახებოდა ქუჩა. ძალიან კარგია, რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ეს ყველაფერი ვერ წარმოედგინათ, ეხლა ზუსტად იგივე აზრზე არიან, რასაც ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ 2013 წელს იძახდა. ამიტომ ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნებით ყველგან, სანამ რეჟიმს არ მოშლით, ცხადია, რომ ჩვენი ძირითადი სწორება არის 4 ოქტომბერზე, როგორც ბუნებრივ დედლაინზე. ჩვენთვის რომ მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ძალადობა და რადიკალიზაცია, ამიტომ მივდივართ ოცნების წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში არჩევნების გზით. ანუ მშვიდობიანი გზით ვაპირებთ ოცნების დამარცხებას. ნაციონალური მოძრაობის მოწოდებები დამხობისკენ. მით უფრო მიუღებელია და რა თქმა უნდა ჩვენი ხარ ვიქნებით. მშვიდობიანი რევოლუცია და დამხობა როგორც ასეთი არ არსებობს ბუნებაში. დამხობა ითვალისწინებს ფიზიკურ დაპირისპირებას. თუ კი მსხვერპლი იქნება ამ დაპირისპირებების დროს, რასაკვირველია ეს იქნება მიღწევა იმ მიზნის, იმ გეგმის, რომელიც ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს გააჩნია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. სახელმწიფოს საკმაოდ სერიოზული ძალა გააჩნია იმისათვის, რათა ქვეყანა გადაარჩინოს. ეუთო ოდირი 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიის განთავსების შესაძლებლობას ვერ ხედავს, თუმცა მანდატის ფარგლებში მოვლენების მონიტორინგს გააგრძელებს. ასეთია პასუხი საქართველოს ხელისუფლების მიერ გაგზავნილ მოწვევაზე. აღნიშნული პოლიტიკური შეფასებების თემა თბილისში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დროით ადრე საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ორგანიზაციის მოწვევა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარისი დროა. განცხადების თანახმად საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტებში ოდირმა არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო არჩევნების სანდო და ყოვლის მომცველი დაკვირვება. მათივე ცნობით, ორგანიზაციას გასულ წლებში შესაძლებლობა ჰქონდა ეფექტურად მომზადებულიყვნენ, რადგან ამისთვის შესაბამისი დროც ჰქონდათ. მაშინ, როდესაც ფაქტობრივად ყველანაირი შესაძლებლობა ტექნიკური ამოწურულია იმისი, რომ ეუთო ოდირმა განახორციელოს სრულფასოვანი დაკვირვება ამ რუსულ სპეცოპერაციაზე, მაშინ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ფორმალურად, რომ უბრალოდ მიმართოს ეუთო ოდირს, რაც მათი მხრიდან კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ისინი ცდილობენ, რომ შექმნან რაღაცა ფარსი ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თითქოს ამ ქვეყანაში ტარდება რაღაცნაირი ტიპის არჩევნები, რეალურად ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული ეუთო ოდირის მხრიდან, რომ ის პასუხი იქნებოდა, რა პასუხიც მიიღო ქართულმა ოცნებამ, ეს არის აბსოლუტურად ცხადი. იმ მოკლევადაში რა დარჩენილია საარჩევნოდ, ვერ შეძლებს ეუთო ოდირის სრულყოფილად დაკვირვებას. კობახიძის მხრიდან ეუთო ოდირის მისიის მოწვევა რამდენიმე დღის წინ აღმოჩნდა პროპაგანდისტული ხრიკი, ამის შესახებ ჩვენ ინტენსიურად საუბრობდით. მაშინ, როდესაც თვეზე ნაკლებია დარჩენილი არჩევნებამდე, შეუძლებელი არის სრულფასოვანი მისიის წარმოვლენა და შესაბამისი დაკვირვების განხორციელება როგორც წინა საარჩევნო პროცესზე, ასევე კენჭისყრის დღეზე და ამის შედეგად რაიმე დასკვნის დადება. ამის გამო წუხილს გამოთქვამს ეუთო ოდირი, რომ ნდომოდა რეალურად ქართულ ოცნებას ეუთო ოდირის მისიის მოწვევა ჯერ კიდევ ივნისში არ იტყოდა უარს ამის შესახებ. ეუთო ოდირის ამ პასუხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ უკვე დიდი ხანია და ვამბობთ საპარლამენტო არჩევნებამდეც, რომ არჩევნებს ოცნება აყალბებს არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე. და ბუნებრივია, როდესაც ახლა იწვევა ეუთო ოდირს ამ ვითარებაში, რა ვითარებაც დღეს გვაქვს და ისიც იმის გამო გააკეთეს, მინდა გითხრათ, რომ სწორედ ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და მივიღეთ გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის, თორე ამასაც არ გააკეთებდნენ. ბუნებრივია, ეს არ იქნება სათანადო
გონივრული ვადა ელითოდირისთვის, რომ სრულფასოვნად დააკვირდეს წინასაარჩევნო გარემოს. ჩვენი ვარაუდი გამართლდა, იქიდან გამომდინარე, რომ ხედავთ, რომ თითქმის 1 წლის განმავლობაში აბულინგებდნენ ეუთოოდირს. მოწვევა გავაგზავნეთ, რომ სასპეკულაციო ყველასთვის დაგვეკეტა ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ ისინი მოვიწვიეთ, თუმცა რაღაცა თითიდან გამოწვეული საბაბით ამობენ უარს ჩამობრძანებაზე, თუმცა რეალური მიზეზი არის ის, რომ ისინი რომ დააკვირდებიან არჩევნებს, ყველაფერი მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან ძალიან მშვიდი გარემოს ფარგლებში, წინასაარჩევნო პირობები არის შექმნილი უმაღლეს დონეზე, არჩევნებიც ჩატარდება იგივენაირად უმაღლეს დონეზე და ისევ მოუწევთ დაწერა, რომ ცესკო მოახდინა არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ადმინისტრირება და შესაბამისად იციან, რომ ამაზე კიდე დამატებითი ბულინგი იქნება მათი მისამართით და შესაბამისად ისინი ცდილობენ, რომ ეს ბულინგი თავიდან აირიდონ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს, ის წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლებია. სამართალდამცველებმა დაკავებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებული მოწყობილი სპეციალური სათბურიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით 25 ძირი მცენარე კანაფი ამოიღეს. დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად ასევე მათ მიერ მითითებულ ადგილებიდან სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ამოიღეს. ამოღებულია დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობა განაახლა. ჯემალ გამახარიამ ვრცელ მოხსენებაში დეტალურად ისაუბრა 2025 წლის გეგმებზე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხსა და აუცილებლად განსახორციელებელ პროექტებზე. ჩვენ თბილისში კი ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენ ვართ ოკუპირებული ტერიტორიის ხელისუფლება, ამიტომ ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია რა ხდება იქ, რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, რა ხდება და ყველაფერ ამის შესწავლა და შესაბამისი შეფასება მისი პოლიტიკური იქნება ეს თუ სამართლებრივი. მომავალ სასესიო პერიოდშიაც ამაზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული. ჯანდაცვის მინისტრი რეგიონებში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს ეცნობა. შეხვედრა მედპერსონალთან დედოფლის წყაროს სამედიცინო დაწესებულებაში გაიმართა. ისაუბრეს საჭიროებებსა და გეგმებზე. აღინიშნა, რომ რეგიონის მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიზნით კლინიკაში დამატებითი სერვისების ამოქმედება იგეგმება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეგიონისთვის სამედიცინო სერვისების უზრუნველსაყოფად ამ კლინიკის გამართული უზრუნველყოფისთვის ყველა პირობის შექმნა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პრობლემატიკის მიმდინარე, ასე ვთქვათ, საჭიროებების შესახებ ინფორმაციის უშუალოდ ნახვა და გაცნობა და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა. რაც მინდა განსაკუთრებულად ხაზგასმით აღვნიშნო, ეს არის ადგილობრივი პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია და აი ამ კოლექტივის მთლიანი შემადგენლობის უნარი, რომ რეალურად ძალიან სერიოზულ გამოწვევებს შეიძლება ისინი გაუმკლავდნენ. ეს დაადასტურეს არაერთხელ მათ შორის კოვიდის პერიოდში და რასაკვირველია, რომ ისინი იმსახურებენ ღირსეულ შრომით პირობებს, აიმისოთ, რომ მათ ღირსეულად მომსახურება შეძლონ თითოეული ადამიანისა, ვისაც ამ მუნიციპალიტეტში შეიძლება სამედიცინო სერვისი ესაჭიროებოდეს. ჩვენთვის დიდი мотиваცია იყო მინისტრის სტუმრობა, შეხვდა თანამშრომლებს, ადგილზე გაიცნო ჩვენს პრობლემებს, შეგვპირდა პრობლემების აღმოფხვრას წლის ბოლომდე, რაც რა თქმა უნდა, კარგად იმოქმედებს და გაზრდის ჩვენი მომსახურების ხარისხს. კახეთის რეგიონში 2 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა. სოფელ სამრეკლოსა და სოფელ ლელიანის სკოლებში სასწავლო სივრცეების პარალელურად მოწყობილია საბუნების მეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეები. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. სულ რაღაც ერთ კვირაში
ჩვენი ახალგაზრდები, მოსწავლეები, მასწავლებლებთან, მშობლებთან ერთად შეაბიჯებენ ამ განახლებულ სივრცეში და დაიწყებენ სასწავლო პროცესს, რაც მე მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მიულოცო მათ სასწავლო წლის დაწყება და მიულოცო აი ამ ახალ ინფრასტრუქტურაში სასწავლო პროცესის წარმართვა. მიმდინარე სექტემბრის თვეში 50-ზე მეტი სკოლის ახლად რეაბილიტირებული და ახლად აშენებული სკოლის გახსნას ვგეგმავთ. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტულ მიმართულებას. ამაში ძალიან დიდი ინვესტიცია იდება, ეს პროცესები გაგრძელდება. კახეთის რეგიონს ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა შეემატა. დღეს ოფიციალურად გავხსენით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლა, რომელიც 300 მოსწავლეზეა გათვლილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლა, რომელიც 400 მოსწავლეზეა გათვლილი. ორივე საჯარო სკოლა ადაპტირებულია შეშემო პირებზე, სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. სიცოცხლის ფესტივალი ამ სახელწოდების ღონისძიება სპორტის სასახლეში ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალი, რომელიც უკვე მე-11-ად იმართება, ბავშვთა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ჩატარდა მხიარული სტარტები სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლების შვილებთან ერთად. გუნდურად შეეჯიბრნენ ერთმანეთს. მიზანია ქველმოქმედების ხელშეწყობა. დღეს ჩატარდა ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შესანიშნავი საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის მიერ არის ორგანიზებული. ძალიან ბევრი ბავშვი მონაწილეობდა მხიარულ სტარტებში და შემდგომშიც სპორტის სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ საქველმოქმედო ღონისძიებებს, რომელიც ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტის განვითარებას. დღეს ძალიან მხიარული და ენერგიული დღე გქონდა. ჩემი შვილებიც კი მორჩენილი შვილობილებიც ასპარეზობდნენ. მადლობა მინდა გადავხადო ამ ულამაზესი დღესასწაულისთვის, მართლა დღესასწაულად გვიქციეს დღევანდელი შეჯიბრი. სპორტის სამინისტროს ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, ძალიან დიდი მადლობა ასევე საქართველოს ბავშვთა და სკოლის სპორტის ფედერაციას, ასევე ძალიან დიდი მადლობა საქართველოს მხიარული სტარტების ფედერაციას, აი ამ სამივე ორგანიზაციის და სპორტის სამინისტროს ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი ლამაზი დღე. ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა პირველი შეხვედრა ჩაატარა. ქუთაისში რამაზ სვანიძის გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდა და ფრედ 1-1 ითამაშა. საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები 10 ოქტომბერს ლატვიას, ხოლო 14-ში მალტას დაუპირისპირდება. ევრო 2027-ის ფინალური ეტაპი კი ალბანეთსა და სერბეთში გაიმართება. ზოგადად ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, იმიტომ რომ ეს ჩვენი პირველი შეკრება იყო. გვაქვს ამბიცია პირველ რიგში იმისი, რომ შევკრათ ისეთი გუნდი, რომელიც იქნება ღირსეული და მინდორზე გამოვა ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ და იბრძოლებს და გაიღებს თავის მაქსიმუმს. რთული თამაში გამოვიდა მთლიან ჯამში, მეტის მოლოდინში ვიყავით ფეხბურთელებიდან დაწყებული სტაფის თითოეული წევრით დამთავრებული. მოსაგები იყო ეს თამაში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ 3 ფილით დაგვეწყო, მაგრამ ეხლა ვეღარ შევწყვეტ ვერაფერს და უნდა მოვიბილიზდეთ შემდეგ თამაშზე, რომ რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ ეს სიტუაცია. ერთ-ერთი თამაში არ იყო, ძალიან ბევრი შეტევა შევქმნით. თითქმის მთელი თამაში ჩვენ გვეჭირა ბურთი და ამას ნელ-ნელა ჩემი აზრით დროებით დავხვეწავთ ყველაფერს შემდეგ თამაშებში. გასწორებითი ეტაპზე ვარ ჯერ, მაგრამ ყველაფერი დაალაგდება და შემდეგ თამაშებში აუცილებლად მოვიდეთ რა. უბრალოდ კონცენტრაცია დაგვაქვს რა ცოტა. ბოლო წამს გავუშვით ძალიან ცუდი გოლი.